რა სიტყვია ნასოხობში დღეს იმდენად უმნიშვნელოა, რატომ? იმიტომ რომ ჩვენთანა მთელი ცენტრი დაძაბულობისა. აშკარად შიდა ქართული კონტექსტი უფრო შემაშფოთებელია ჩემთვის, ვიდრე რა სიტყვის სოხუმიან ცხინვალი, იმიტომ რომ ძალიან ზერელი რეაქციებია ხოლმე. ეხლა ერთი დეგევია და ახალი იქიდან არაფერი არაა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ აქ ვაღრმავებთ საშინელ ორმოს, საშინელ ფსკულს ქართველებს შორის, რომელიც არის ყოვლადწარმოუდგენელი და შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფ არ მივაყენოთ. და ამ ფონზე რა სიტყვის ქვია ცხინვალი, აი სულ არ მადარდებს, თუმცა ჩემი სპეციალობა ესაა და ვიცი კიდევაც ასაბობენ და რატომაც ამბობენ ყველაფერ ამას. აშკარაა, რომ ხლა რაც ეხება გამოკითხვას, მე შაბათს ვიყავი გამოკითხვაზე პროკურატურაში, იყო ძალიან კორექტული, ნორმალური ის იყო ქვია ინფორმაცია, მათ მართლა არავითარი არ უნდათ არავითარი ტენდენციის მიცემა, გულახდილა დაინტერესებდათ რა ვიცოდი მე, რა ინფორმაციას ვფლობდი მე და ყველა კითხვა იყო საკმაოდ ესეთი, ქვია, ნეიტრალური და მე თქვენს გეტყვით, არაფერი იქ ესეთ განსაკუთრებული არ მეთქვია რომ ამ პროცესის მიღმა რა დაინახეთ, ისე ეგეც გითხარით და რა დაინახეთ თავად ამ. ამ პროცესში დავინახე მართლა გიაბარამიძის განცხადება იყო სრულიად მიუღებელი, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. არაფერი რაც მან თქვა არ შეესაბამებოდა იმ დროინდელ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, ნამდვილად არა. ერთადერთი სიმართლე იყო ის, რომ ქვია, აფხაზურ მხარეს მეტი დისციპლინა იყო სამხედრო, ვიდრე ჩვენ მხარეს. მართლა ესე იყო, მაგრამ იმიტომ რომ ასევე დაამატა, იმიტომ რომ იქ რუსული არმია თვლიდა მათო და მართალია. მაგრამ როგორც კი მიაბა ეს დისციპლინის არარსებობა დახვრეტებთან, ჩემთვის მიუღებელია ეს, იმიტომ რომ არაფერი საერთო ჩვენთან მცირე პატიმრები ტყვეებისა და მათთან ბევრი ტყვეებისა არაფერი საერთო ხო დისციპლინასთან. ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ აფხაზური მხარე რუსეთის დახმარებით მუდმივად იღებდნენ ტერიტორიებს და ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი. ტერიტორიებში ვარდებოდნენ მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ და არიხევდნენ უკან და შესაბამისად ტყვეების რაოდენობა იზრდებოდა. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ მხარემ ვერ მოახერხათ დიდი მსხვილი სამაქვია ქალაქების თუ დაბების თუ რაიონულ ცენტრების აღება, ამიტომ ჩვენ და ყოველთვის მცირე იყო. ისიც კი მიკვირს რომ ყავდა, იმიტომ რომ ჩვენ შეტევებზე კი არ გადავდიოდით რეალურად, ძალიან მცირე შეტევები იყო მხოლოდ ფრონტის პირახაზე. ხოლო აფხაზებს მთელი მოსახლეობა აყავდათ. და მეტი კი არა ჩვენი მხრიდან. ერთი 100-ზე შეიძლება ითქვას, აფხაზური მხარეს იყო დახვრეტებით, ტყვეების აყვანაც, მძევლებით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გამოუგნებელი შეუსაბამოება გახდა გამაღიზიანებელი სხვების და ჩემთვის მაგახლა მე ასე ემოციურად ამას არ აღვიქვავ. ჯერ ესეთი მე მიმაჩნია, რომ ადამიანს აქვს უფლება ხონდეს თავის აზრი, მოსაზრება, თუგი მცდარი, თუგი მიუღებელი. ანუ არ არსებულ ამბავზე რა ძიება დაწყებული? არა, ძიება დაწყებულია, იყო თუ არ იყო ესა. მე ვამბობ, რომ არ არსებული იყო. თუ გამოძიება უნდა მივიდეს იქამდე, რომ ბარამიძე უნდა დაამტკიცოს ალბათ, ხო? რომ რას ეფუძნება მისი ეს განცხადება. ამასობაში მან მოასწრო, ბოდიშის მოხდა, წერილი დაწერა, სადაც სხვანაირად გამიგესო. თუმცა მაინც ცდილობს თავი იმართლოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველაზე პოლიტიკოსისთვის ყველაზე მძიმე იქნება საბოლოო ჯამში პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ამას ვერაცდება. სხვა არავითარი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. საზოგადო მისადაც მე არა ვარ პირადად დამორჩეული ნაციონალურ მოძრაობის, ამიტომ მე არ მაქვს ეს პრობლემა, მაგრამ მეორე მხრივ მე როგორც უფლებადამცველი ვიტყოდი, რომ ქვია მოსაზრება თუგი მცდარი, თუგი მიუღებელი ჩემ მხრიდან როცა პოლიტიკოსი ვიყავი საზოგადოებას ბევრი მიუღებელი იყო, ეს არის ადამიანის მოსაზრება. თუმცა მას არ უთქვია პირდაპირ, აი ამ ბატალიონმა დახვრეტა ამდენი ადამიანი. ასევე შემდგომ თქვა, რომ არანაირი დახვრეტის ორგანიზებული პოლიტიკა არ არსებობს და ეს მას არ უთქვა. ხო, კი ბატონო. თქვენ იყავით მისი მოადგილე და თქვენ გამოძიებას არ ვიყავი მისი მოადგილე, ესეც აი სიცრუე. ანუ ამიტომ ყველაფერი შეიძლება მას არ ახსოვს რაღაცა, მაგრამ როგორც ომი დაიწყო, შეიქმნა სახელმწიფო კომისია. და კომისიის თავმჯდომარე იყო სანდრო კავსაძე. ეს ხდება კავსაძე არის ადამიანთა დაცვის კომიტეტის უფროსი, ხელმძღვანელი და ბარამიძე მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი იყო კომიტეტში და დაინიშნა მოადგილე. ბარამიძე იყო სანდრო კავსაძის მოადგილე. მე ვიყავი რიგითი წევრი. არც ბარამიძის მოადგილე არ ვიყავი, არც კავსაძის მოადგილე. რიგითი წევრი ვიყავ, ამ წევრებში იყო 20-25 ადამიანი. ამ კომისიას რეალურად არც კი უმუშავია. თორე სულ მალე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ბარამიძე გახდა პარლამენტის წევრი. ამოვარდა კომისია იყო კომიტეტის ფარგლებში, თავრობის ფარგლებში, თვითონ გახდა პარლამენტის წევრი. მაგრამ ჩამოდიოდა რეგულარულად
სოხუმში როგორც პარლამენტის წევრი. როცა ტყვეთა გაცვლა თარიღი დგებოდა, დგინდებოდა, ჩამოვიდოდა და ესწრებოდა ამ ტყვეთა გაცვლას. მაგრამ ყოველდღიური მუშაობაში ის მონაწილეობას არ ღებულობდა. ვერცეთ პროტოკოლს ვერ მოიტანს, ვერცეთ ანგარიშს ვერ მოიტანს, სადაც მისი გვარია ფიგურირებს. ყველა პროტოკოლს მევაწერდი ხელს. სამაგოდ იქ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რა ქვია, ნუ ყარყარაშვილის განკარგულებით, სოსო მარგიშვილი გარდაიცვალა სამწუხაროდ სოსო ომის შემდეგ. სოსო მარგიშვილი იყო პრესსამსახურის ხელმძღვანელი და ის ბარემ ამას მე მათთან ვიყავი თუ შეიძლება ასე ითქვას მიკედებული. მანქანა მე არ ყავდა, ბენზინი მე არ ქონდა, არაფერი მე არ ქონდა და მათთან ვიყავი, მათთან მეძინა კიდევაც ამ შტაბში და ასე შემდეგ. და ამ ფონზე სოსო მარგიშვილთან მომუშავეს ჟურნალისტები, იგი კობაგე ლიკელიკაძე, ირაკლი ალადაშვილი, იქ აი მალხას თოფურია, მეომარი, რა ქვია, ვეტერანი, 4-5 კაცი იყო, ყოველს გვარი არც კი მახსოვს. ცნობილი გახდნენ მე უკვე მალხაზის და ამიტომ 5-6 კაცი, აი ჩვენ ერთი ჯგუფი ვიხავით. გარდა ამისა, ეთერი ასტემირობა იყო უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე, რა ქვია, საბჭოს წევრი, რომელსაც ჰქონდა დადეპრესება. ასევე იყო გენერალი, რა ქვია, ხევსურიანი, თემურ ხევსურიანი უსაფრთხოებიდან გარდაიცვალა და ამიტომ მისი გვარის გამოყენება შეიძლება, თუმცა ეს ხალხია, რომელიც ყოველთვის აროდოსად ჩანდა. ავთო იოსელიანი ძაგვეხმარებოდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. რავი, უამრავი გენო ადამიანია. და ამიტომ ის კონდო აი ამდენი გვარი ჩამოთვალე არა არაფერი საერთო აი ამ იმიტომ ჩამოთვალე სპეციალურად არაფერი საერთო აქ არ ქონდა გია ბარამიძეს მას თავისი პოლიტიკური ამოცანები აქვს წყარო რომელიც უშუალოდ მე ვარ ნამდვილ ჩემზე უფრო პირველ წყარო არ არსებობს ბუნებაში აი ამ მიმართ აი ამ სეგმენტში ყველა დოკუმენტი ჩემთანაა ყველა პროტოკოლი პროცესს გულისხმობს მარტო გაწ ტყვეები საქმე იყო მესამე მეოთხე ჩვენი ძირითადი საქმიანობა იყო ძევლ ხალხის გამოყვანა იქ ჩარჩენილი იყო ხალხი ხალხს ხოცავდა აფხაზები კვირა არ გავიდოდა რომ ქართულ სოფლებში ვიღაც არ მოეკლათ ჩვენ თავი ამოცანი იყო ევაკუაცია მოსახლეობის თამამად შეიძლება ითქვას რომ აი დევნილები ჩვენ გარშემოა და ვინცთან ჩვენთან ცხოვრობს და ვინც გასულიან ქვეყნიდან დევნილების 80% თვითონ გამოვიდნენ აფხაზეთში თვითონ დატოვეს სახელმწიფო არ დახმარებიამა თავისი რისკებით ნაცნობობით ურთიერთობებით ფულით დამცირებით ყველაფრით 20% ჩვენ გამოვიყვანეთ სახელმწიფო რატო და ვერ გამოდიოდნენ თვითონ ჩაკეტილები იყვნენ გუდაუთისა და გაგრის რაიონში ჩვენ აი მე გადავდი ამ ბიჭებთან ერთად გადავდიოდი და გემი თვითფრინავით სხვადასხვა მაგის ვერტფრენები იყო ჩართული ხა და ნელა გამოყავდა მთელი ქართული სოფლები გაგრის რაიონში ეს ლიძავა ალახაზე თავისუფლება და განთიადი თვითონ გავიდნენ მაგრამ ლიძავა ალახაზე ჩაკეტილი იყო მე-3 კილომეტრი მე-5 კილომეტრი ასე ერქვა სოფლებს ასე ქვია ახალ სოფელი გუდაუს რაიონში ლიხნში მთელი დიდი გუის იყო რა ქვია უბანი იყო ქართველების სულ აი ჩვენ მაიამ სამუშაო ჯგუფმა გამოიყვანა დიდი ბოდიში იქ არ ჩანდა გია ბარამიძე არანაირად ბატონ პატა ერთი ასევე მინდა კითხოთ ვფიქრობ რომ გაიგო მაყურებელმა თქვენი პოზიცია და თქვენ ხელდასებული ინფორმაცია ამ კუთხით მე ვახსენე ცხინვალის პოზიციონირება ქართული ოცნების ლიდერების რიტორიკის საფუძველზე კონკრეტულად კობახიძის განცხადების ციტირება ვნახეთ ხო აი ამ ნაწილზე მინდა კითხოთ იმიტომ რომ დღეს ვნახეთ ჩვენ ასევე აქცენტი ანალიტიკოსების ნაწილის მხრიდან რომ რამდენად არის თქვა საფრთხის შემცველი არაღიარების კუთხით ხომ არაღიარების პოლიტიკა რომელსაც წლების განმავლობაში სულს თქვა ვერავდნენ ასე რომ ვთქვათ ახლა ვთქვათ აი რა მოცემულობას ქმნის ამ კუთხით და რა შეიძლება იყოს ამის შედეგი და თუ ვთქვათ იმაზე არის შეთანხმება და თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას რომ ამას შეიძლება ის რაღაც მიზანმიმართული პროცესი შესაძლებელია იყოს მაშინ ის ხომ რაღაცას უნდა ისახავდეს მიზნად მიზანმიმართულობა ამას გულისხმობს აი რა არის ამის რა არის მთავარი ამბავი ამაში და რა არის ძალიან დიდი თემაა ღრმა თემაა და მნიშვნელოვანი არის რომ ამაზე საუბარი დავიწყოთ და არ დავარსრულოთ. არაღიარების პოლიტიკა ყველაზე უფრო სუსტი რგოლია ყველა იმ ბოროტებებში, რაც შეიძლება მოხდეს აი ამ ტიპის განცხადებებისგან. კობახიძის განცხადება თავისთავად ცალკე არის იდიოტობა, მაგრამ თუ ჩვენ ჩავსვავთ ამას იმ სისტემაში, რაც უკვე ქართულ ოცნებამ იკადრა, პირველ რიგში ეს არის წულუკიანის კომისია. აი გაუმარჯოს ოპოზიციას რო არ იყო პარლამენტში. რო ყოფილიყო პარლამენტში წულუკიანის კომისია ვერ შეიკრიბებოდა აბსურდული იყო რომ შეიკრიბებულიყო ასეთი დანაშაულებრივ იმას დასკვნას არ დადებდა წულუკიანის კომისიის დასკვნიდან ამოვიდა შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელი აი საკონსტიტუციო არის კატასტროფა უკვე თუ საკონსტიტუციო სარჩელმა გაიარა ყველა პროცედურა და საკონსტიტუციო სამართლომ მიიღო
და დაიწყო განხილვა, აი ამ ეს შეიძლება გამოიყენოს უკვე შედეგი უკვე რუსეთმა. აი ამ ფონზე კობახიძის განცხადება აი ამას ყველაფერს ავსებს. ანუ თანმიმდევრულ პროცესს. ხო, თან აშკარად არის ეს არ არის შეცდომა წულუკიანის კომისიის. ეს არ არის შეცდომა, რომ შეიძლება ჯობდა არ მიგვეცა არ გაგვეგზელებინა პროცესი და არ გაგვეგზავნა სარჩელის სახით საკუთასამართლოში. შეიძლება და გზაში შეეშალათ რაღაც. არა, კობახიძეს განცხადება, არ მარტო განცხადება, კობახიძეს წერილი ქონდა 4 აგვისტოს. წერილი და ეხლა განცხადება. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ მათ არაფერ შეშლიათ. გეგმაზომიერად ანადგურებენ სახელმწიფოს საფუძვლებს. ვითომ ებრძვიან ნაციონალურ მოძრაობას, სინამდვილეში ებრძვიან სახელმწიფოს. და ყალბად კობახიძე ამბობს, რომ ეს ჩვენ გამოყოფთო სააკაშვილსო სახელმწიფოსგან. აბსურდულია, ბოდვაა და ამ დროს კონსტიტუციონალისტია. როგორ გამოყოფ, შეკაიკოცო, როცა კოჰაბიტაცია არსებობდა ქვეყანაში სულ ცოტა. და როცა თვითონ არა, მაშ სად იყო, მაშ იმალებოდა ალბათ სადღაც. როცა კოალიცია ქართულ ოცნებულის წევრის მეც ვიყავით, ჩემ პარტიასთან ერთად, ჩვენ კანონებს ღებულობთ პარლამენტში და სააკაშვილი ამას ხელს აწერდა. როგორც პრეზიდენტი, ვინ იყო სააკაშვილი მაშინ? ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე იყო, თუ პრეზიდენტი იყო? ერთი გუნდი ვიყავით ჩვენ სააკაშვილთან ერთად, ერთი სახელმწიფო ვიყავით, ჩვენ. ხო, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენ ვაღიარებდით სააკაშვილს, სააკაშვილი გვაღიარებდა ჩვენ. ეს ერთადერთი შემთხვევა, როცა ოპოზიცია აღიარა, ამიტომაა 12 წლის პარლამენტი ყველაზე უფრო ლეგიტიმური იყო საქართველოს. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე კარგები ვიყავით. არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია აღიარა დამარცხება ნაციონალურ მოძრაობის სახით, დარჩა კოჰაბიტაციის ფორმით და განაგრძო თანამშრომლობა. ის რომ თანამშრომლობდა ხელს აწერდა დოკუმენტებს სხვადასხვა, გვეკამათებოდა, ჩხუბობით რაღაცეები იყო, რაღაცას ხელს არ აწერდა, ჩემს წერილებს არ აწერდა ხელს მაგალითად, სხვა თემაა, სხვა სააკაშვილი ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ეს რომ თანამშრომლობაში შემოვიდა სააკაშვილი, ეს მეტყველებს იმას, რომ ის ნაციონალური მოძრაობის სახელით კი შემოვიდა, სახელმწიფო სახელით შემოვიდა. ამიტომ სად გაექცევიან ამას? აი როგორც კი საკუთასამართლო მიიღებს ნებისმიერ ადგილ თუ კი არაგზავნოს პარტიებს დაუშვათ. განიხილა, იმჭელა და თქვა რომ არა ასაგზალი, მაგრამ თვით რაღაცა შედეგს ხო დადებს, რაღაცა დასკვნას დადებს. იმიტომ ის ვერ მიიღებს პარლამენტის დასკვნას, პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა. მან სასამართლომ უნდა ხელახალ გაიაროს ყველა ეს პროცესები, რაც იქ იყო. ყველა მოწმე უნდა გამოიძახოს, უფრო მეტი ვიდრე კომისიამ გამოიძახა და რაღაცა დასკვნა დადოს. თუ გინდ საინტერესო, აი აქ შეიძლება იყოს რუსეთმა ნახოს თავისთვის რაღაცა. ამ ჩვენმა თემამ 2008 წლის თემამ გაიარა უკვე ჰააგის სასამართლო, გაიარა სტრასბურგის სასამართლო, ორივე ჰააგა, სისხლის სამართლის სასამართლო და ისა ქვია გაეროს სასამართლო, ორივე. სამი ინსტანცია კი არა, სამი სხვადასხვა სასამართლო გავლილი. სამივე აქ უკვე ლეგიტიმაცია დაუბრუნდეს 2008 წლის მოვლენებს. რუსეთმა ან თვითონ, ან სასამართლოს პროკურორმა თქვა, ნახეთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს ხო პარლამენტი არაა, პოლიტიკური ორგანო, სამართლიანი ორგანოა რა, მან დაადგინა, რომ რაღაცა თურმე ყოფილა სხვადასხვაირად და ხელახლა შეიძლება ჩააბრუნონ, ჩაახვიონ უკან 2008 წელს და უკვე მთელი პასუხისმგებლობა დოკუმენტებია. ამისთვის არის ნიადაგის შემზადება, ეს არის მთავარი ამბავი, ეს მე არ გამოვიტყო, აშკარად ჩასო, მთელი ეს კონცეფცია წულუკიანის კომისიიდან დაწყებული არის შემდეგი, რომ დავასკვნა, ჩემი დასკვნა ესა, არის ის, რომ საქართველოს უნდა მოთოკოს თავისი ვნებები რუსეთის წინააღმდეგ, თავისი პოლიტიკა. ანუ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკამ მიგვიყვანა ომამდე. რის ხარჯზე? მოთოკვა და ჩვენი ოკუპაცია განახლება. ხო და მე მგონი რომ ოკუპაციიდან გამოდიან, ჩემი აზრით, მე ასე მგონი, ხო. ახლა თქვა რა დევს სასწაულზე ამ შემთხვევაში. მე ხო და კარგია ამას წერებას რომ მსჯელობა და ძალიან მოკლედ ჩემი აზრით ესეთია. ისინი თმობენ აფხაზეთს და საფრთხეთს. ანუ ხელები დაგვიბანია. ყველაფერში დამნაშავე არის ნაციონალური მოძრაობა, აი ბატონო დოკუმენტები, ყველაფერი. ჩვენ ვერაფერს არ უშვებით, ეს ბრუტალური ძალაა, რუსეთი, ასე შემდეგ. ამიტომ რაც მოხდება. ანუ პრაქტიკულად ისინი ამზადებენ აფხაზეთს და საფრთხეთს ჩააბარონ რუსეთს. ოღონდ კი არ აღიარებენ და ხელს კი არ მოუწერენ. არამედ აი რუსეთმა წაგვართვა, ნაციონალური მოძრაობის ბრალია, ყველაფერი რომ არა ნაციონალური მოძრაობა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ თვითონ არაპირებენ არანაირი ნაბეჯის გადადგმას. ეს არის თავი სამიზნე რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ზრახები. რუსეთს ხო უნდა ტერიტორიები მიითვისოს. რუსეთს ხო უნდა უფრო შორს მიმავალი გეგმა არის. არა, კი ბატონო, არა, მე მოყვები თუ არის თქვენს თქვით, იმიტომ რომ მე ეს თუ არის პატარა გეგმა, მე შესაძლებელია იყოს ამას გეკითხებით, იმიტომ რომ არა, მე ამაზე შორს მიმავალს ვერ ხედავ. სახელმწიფო თავისი ნები არის ის სამწუხარო მოცემულობა, რომელიც არის.
ახლა. სამწუხაროდ მოწესრიგებული უკეთ კატასტროფა არის. სახელმწიფო თავისი ნებით თმობს თავის ტერიტორიას. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს. ანუ მე ვერ ხედავ კიდე რა შეიძლება იყოს ამის უკან. ანუ სახელმწიფო თავისი ქმედებები, თავის სხეულის მოძრაობით კიდე კანონებით, სახელმწიფოებრიობის განადგურება ახსენეთ ერთ-ერთ დასახულ მიზნად. ნუ სახელმწიფო განადგურება, ხო პრაქტიკულად ეს არ მაგამ ტერიტორიების გადაცემა, მაგრამ საქართველოს დარჩება ის რაც არის, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის გაფორმება, მიშვება აფხაზური და ოსური თემისა რუსეთისთვის. ეს როგორ უნდა შეფასდეს თავის დროზე, ან როგორ წარმოგიდგენთ შეიძლება შეფასდეს როგორ ძალიან პოპულარული სიტყვებით ღალატი, რა ვიცი, სიტყვები შეუძლებელია იყოს ამ განსაზღვრელი იმ ბოროტებისა, რაც იქნება ჩადენილი თუ მე მართალი ვარ, თუ მე თქვენ კითხვას პასუხობ, ჩემი თავარი მომენტი რა არის, რუსეთმა ეს საკონსტიტუციო სარჩელი კი არა და შედეგი არ გამოიყენოს უკვე, რათა არ გაავრცელოს ეს ხელახლა არ დააბრუნოს სასამართლოებში და სასამართლოებმა არ თქვან რომ მართლაც და სხვა გარემოებები მოვიდა და რატომღაც რომ რუსეთმა რამე არ გამოიყენოს. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს არის უდიდესი ბოროტება, რომელიც ემსახურება იმ ხოლმე იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობამ ქართული ოცნება ძალაუფლება შეინარჩუნოს და ეს თავის ტკივილი კონფლიქტები მოიცემს. დიდი ხანია კონფლიქტებზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. მე ამას მოვუყურებ სპეციალისტ, რომელიც უყურებ როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოს მართვა. იმას გათვალისწინებით, რაც ახლა ცხინვალში ხდება, რა პროცესიც მიდის, ხო? ხო, მაგრამ ცხინვალში და დღეს მიდის ის, რომ რუსეთი იცვისებს ცხინვალს და სოხუმს უკვე არა ადგილობრივი ელიტების ხელით, არამედ უკვე დესანტით გაგზავნილი იმით, რა ქვია, ფედერალური ხელისუფლებით. რა შეკეთება, რუსეთის მოქალაქეები, არა მარტო მოქალაქეები, არამედ ბიუროკრატები მართავენ უკვე რეგიონს. დიდი მადლობა.